მუდმივად ვცდილობთ ვიტამინებით გამდიდრებული ცოცხალი პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული მივიღოთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები. ნიტრატები მცენარეთა კვებისა და ზრდისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია და ის ნიადაგიდან ჯერ მცენარეში, ნაყოფში ხვდება, შემდეგ კი რა თქმა უნდა ჩვენს ორგანიზმში. მართალია ნიტრატების მცირე რაოდენობა მოზრდილი ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში არა, თუმცა დასაშვებ ნორმაზე მეტი უკვე საზიანოა. განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, რა საშუალებებით შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან ნიტრატების სახიფათო დოზა და როგორ გავასუფთავოთ მისგან გაჯერებული ჩვენთვის საყვარელი ხილბოსტნეული სახლის პირობებში, ახლა საჭირო და პრაქტიკულ რჩევებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკა გიგაური გაგვიზიარებს. დილა მშვიდობისა, მადლობა რომ გაგუყურეთ გადაცემაში მონაწილეობას. საკმაოდ აქტუალური თემა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აინტერესებს და მოდით თავდაპირველად განვმარტოთ და გითხარით, რა შეიძლება გამოიწვიოს ნიტრატების დიდმა დოზამ ჩვენს ორგანიზმში. ძალიან საინტერესო თემაა და როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ბავშვებში განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს იწვევს ნიტრატების მაღალი დოზირებით მიღებული საკვები, სურსათი და პირველ რიგში როგორ შეგვიძლია რომ შევამჩნიეთ, რომ ესეთი მაღალი დოზით მივიღეთ სურსათი, ეს არის დიარეა, გულისრევა, შესაძლოა რომ ლეტალური შედეგიც იყოს მიღებული, რადგან სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის ნიტრატები არის აზოტო ნებისმიერ საკვებში, რომელიც საჭიროა გამოზრდისთვის, აი ამ მცენარეების გამოზრდისთვის და ბევრ სურსათში ხდება. ვერსად ვერ გავექცევით, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია რომ დავიცოთ თავი. პირველ რიგში შეიძლება ითქვას ის, რომ სამ ძირითად ნაწილად იყოფა ესეთი მცენარეული წარმოშობის სურსათი, ისეთი, რომელშიც ნაკლები დოზით ხდება ნიტრატების დაგროვება, საშუალო დოზით და მაღალი დოზით. ყველაზე დაბალი დოზით გვხვდება ხოლმე ხილში, აი ესეთი ტიპის ხილში, აი შედარებით საშუალო. ხილი რომელიც მოდის საქართველოში, თუ რომელიც შემოტანილია. ეს არის მითი, რომ აი რაც არის თქვათ შემოტანილი სუდია და რაც საქართველოში გაიზრდება ის კარგია, ეს არის ნიტრატების რაოდენობა. Absolutურად მე არავის არ ვეთანხმები ამაში. შეიძლება ჩვენ თავად საკუთარივე იმაში რა ქვია ბაღში გავზარდოთ რომელიმე მცენარე და ის არასწორი დოზირებით თქვათ აზოტოვანი ნივთიერებების არასწორ დროს მიწოდების, არასწორ დროს შეგროვების, აი ამ ასე ვთქვათ მცენარის შეიძლება შემთხვევაში ხო არასწორ დროს კი, იმიტომ ნებისმიერ კი აი ნაადრევად აღების დროსაც და აი ესეთ აზოტოვანი ნივთიერებებს აქვს ესეთი ლოდინის პერიოდი რა. ესე იგი თუ შენ მას შეწამლავ, ასე ვთქვათ, ესეთ სურსათს და შემდგომ მას არასწორ დროს აიღებ, ანუ ეგ ჩათვალე, რომ დიდი რაოდენობით გაჯერებული იქნება. ჩვენ მომხმარებლებმა ეს ხო არ ვიცით. ჩვენ ეგ არაფერი არ ვიცით, სახლში არც ერთ ნიტრატების საზომები არ გვაქვს. ესეთი ნიტრატების საზომები არ აქვთ, ალბათ ბაზარში არც ერთ მდგომ ადამიანს, რომელიც იყიდის სურსათს და ყველაზე კარგი რჩევა იქნება ალბათ, რომ ესეთი ხილი და ბოსტნეული შევიძინოთ ისეთ ადგილებში, სადაც თეორიულად მაინც გონია ეჭვი გვაქვს, რომ შემოწმდება ეს მომწოდებლის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებულები, თუმცა ეს გარკვეულწილად მოწმდება, ამიტომ დიდ მარკეტებში, დიდ ისეთ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ხარისხის მენეჯერები არსებობენ და სადაც ხალხი არსებობს, კი, სადაც მომწოდებელი არის სანდო და სადაც არჩევენ მომწოდებელს, ეს რა თქმა უნდა ეგრეა. ანუ ჩვენ დავიწყეთ რაღაც დაბალი დოზით, სადაც გროვდება ეს ნიტრატები. თუ ეთყობა ეს პროდუქტი, ასეთ შემთხვევაში ესეთ ვიზუალურად ესეც ვერაფერს ვერ შეამჩნევ ხილს, ის რაც თქვათ გარედან აქვს ხოლმე თქვათ ესე თუ აშლს და შესანახად ტენიანობის შესანარჩუნებლად ეს არ არის ნიტრიტი, მაგრამ ყველა შემთხვევაში სასურველია რომ გაითალოს ეს ხილი, რომელიც მოყვანილია და ნაყიდია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქსელში. ჩაგეკითხებით, რომ ხშირად არის ხოლმე რჩევა, რომ აი კანში არის პირიქით ის უჯრედისი, აი ზუსტად ის ვიტამინები იმის გამიუხედავად, რომ ეს ყველაფერი არის კანში.
შემთხვევაში თავის დასაცავად მაინც სასურველია და გვირჩევენ მეცნიერები, რეკომენდირებულია, რომ თავდაპირველად პირველი წესი არის, რომ წყალში იყოს ეს ხანგრძლივად, გამდინარე აი შეიძლება აი მაგალითად თუ ჩვენ ის რა ქვია ცედრას ვიყენებთ ფორთოხლის ესეთი რეკომენდაცია არის, რომ 9 საათის განმავლობაში ყოველ 10 წუთში ვცვალოთ წყალი, თუ გამდინარე წყლის საშუალება არ გვაქვს და მხოლოდ შემდეგ გამოვიყენოთ ცედრაი და დამოხმება კულინარი ამასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში ჩვენ ნაკლები ვარაუდია, რომ მივიღოთ ესეთი ასე თქვა დიდი რაოდენობით ნიტრიტი. კიდე ესე ითქმება შეეხება მწვანდილსაც კი ბატონო, მაგასაც ვიტყვი, ეგ ყველაზე მაღალ რიგში შედის, ასე ვთქვათ, ყველაზე სახიფათო პროდუქტებში რიგში შედის. აქ ესე ითვლება, რომ ჩვენ ზოგს უყვარს, რომ გულის მირთმევაც უყვარს, შიგნით ვთქვათ ვაშლის და კურკების მირთმევას და შემდეგ ესეთი რაღაცა კი ხდება ხოლმე, ზოგს ესე უყვარს და ანუ ყველაზე მაღალი დოზით ხილში, გულში გროვდება და კანში. ამიტომ უნდა გავთავოთ კიდეც და უნდა იმის და მიუხედავად, რომ აქ დიდი რაოდენობის არის, ასე ვთქვათ, მიკროელემენტები, ამოვიღოთ გული კარგად და ანუ ამის შემდეგ ესეთ რჩევებს გვაძლევენ კურკის მიღება რაღაცა იოდს შეიცავს და ეს ჯანმრთელობის ნახარში ესე ითვლება, რომ თუ ლაპარაკია მაღალ დოზირებაზე ნიტრიტების, თუ ყველაფერი ვიცით, რომ შემოწმებულია და ასე ვთქვათ, ვენდობით, მაშინ რა თქმა უნდა გამოვიყენოთ კანიანად, მაგრამ თუ კი ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ თავი დავიცვათ და ჩვენ არ გვაქვს სახში იმის საშუალება, რომ გავსაზღვროთ ჭარბი რაოდენობით არის თუ არა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მხოლოდ. იგივე არის ცოტა გაჯერებულზე. გადავდივართ საშუალო. საშუალო გაჯერების არის ეს ორი პროდუქტი, კიტრი და მათ შორის ხო სტაფილო. ამ შემთხვევაში ესე ითვლება, რომ თუ აი იმ ნაწილით, რითაც იზრდება და რაზეც არის მცენარეზე მიმაგრებული, იგივე სტაფილო, ის აუცილებლად უნდა იყოს ეს ზედაპირი კარგად მოჭრილი და შემდგომ მთლიანად გათლილი კარგად ეს ასე ვთქვათ და მოჭრილი ქვედა ნაწილიც და ძირითადად გროვდება უფრო ყუნჩში. ყუნჩში, საიდანაც მიწოდება ხდება, რით იკვებება. ეს თავად ხო იკვებება, ჩვენ აზოტოვანი ნივთიერებებს წამლავთ მიწაში შედის და ასე შემდეგ და შემდგომ საზრდოობს თვითონ მცენარე, ხო და ანუ ესეთი არ დაგვენანოს ყუნწი ესე. ყუნწი საკმარისი რაოდენობით უნდა მოვაჭრათ, შესაბამისად ეს ნაწილიც უნდა გავჭრათ, მაგრამ კარგი იქნება თუ მანამდე პირველი წესი რო ჩავალბოთ, ანუ გამდინარე წყალში რამდენადაც შეგვიძლია თუ გვაქვს დრო 9 საათიც გავაჩეროთ, წყალი რო დავზოგოთ, მაინც და მაინც გამდინარეში ნუ იქნება და ანუ თვითონ წყალში და გამოუცვალოთ ხოლმე, კი დაველოდოთ და ეს ითვლება კიტრიც მათ შორის ისიც. საკმარისია რომ მხოლოდ ეს პროცედურა გავაკეთოთ სტაფილოს შემთხვევაში და უკვე გასუფთავებული იქნება ნიტრატებისგან. იცით როგორ არის, თუ ჩვენ ამას წყალში ჩავალბობთ ესე 9 საათი, 20 წუთი ბაგდენი დრო არ გვაქვს ზარეულებს კი 20%-ით კი ბატონო ბოდიშს გიხდით 20%-ით ითვლება რომ გამოდის მას იქიდან ნიტრატები და დანარჩენი რაოდენობა რაც არის, აი თუ შეგვიძლია რომ მოვხარშოთ და არა ვთქვათ ნედლად გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა რომ ვიტამინები ამ დროს ნაკლებია და ნიტრატებზე თუ საუბრობთ, ნიტრატების რაოდენობა მცირდება, ხო. აი გული მაინტერესებს, მითია თუ რეალობა სტაფილოში შიგნით? სტაფილოს გულის შიდა ნაწილიც, აი ეს მწვანე რაც ითვლება, რომ ანუ ეგეც დიდი რაოდენობით შეიცავს. რომ გავჭრით ისედაც მსგავსი სტრუქტურის არის, როგორც გვახსოვს ჩვეულებრივი კომბოსტო, იმ კომბოსტოს ასე ვთქვათ შიდა ნაწილიც ხო, რაც გვიყვარს და დედიები გვაჭმობდნენ ხოლმე, რომ ყველაზე სასარგებლოა, როცა არ არის მასში ნიტრატები, მაგრამ თუ ის არის და ჩვენ ეჭვს ქვეშ გვაქვს რაღაც პროდუქტები, აუცილებლად უნდა ამოვაჭროთ და მათ შორის როგორც სწორად იგი უმად მირთმევის შემთხვევაშიც უნდა ვერიდოთ, რომ შუაგული იყოს შუაგული ნაკლებად უნდა მივირთვათ, ისევ ეჭვის ქვეშ როცა არის რაღაც ამოვიღოთ, შევეცადოთ რომ ამოვიღოთ. როცა ვხეხავთ ეს შუაგული ისედაც ცალკე რჩება ხოლმე. ბავშვებს თუ არ უხეხავ მივირთვენ ხოლმე, მაგრამ მიყვარს, მაგრამ ხო აი ესენი შეშინდებით განაყველაფერში და ესეთი საშიში მდგომარეობაში არის. თლასეს ზუდათ არ ვართ. თუმცა გაფრთხილების მიზნით სასურველია შუაგული ამოვაცავთ როგორც კომბოსტოს ასევე. კომბოსტოს ახლა კიტრს რა თქმა უნდა შუაგულს ვერ ამოვაცლით, იმიტომ რომ დაიკარგება ხიბლი, მაგრამ ანუ კიტრსაც ვიცოდეთ რომ კარგად უნდა იყოს ზედაპირი, ხო, ანუ რითაც დამაგრებულია ეს უნდა მოვაცილოთ და გავთალოთ, ვისაც კიტრი უყვარს რომ ქერქიანად მიირთვას, ის აუცილებლად უნდა იყოს კარგად გარეცხილი, საგულდაგულო და ჩამბალი გამდინარე წყალში და ასე შემდეგ. ესები უკვე გავიგეთ. ეს ფერი თუ შეიძლება რა მიზეზი
მიგონიშნებდეს? კი ბატონო, შესაძლებელია იყოს მუქი ფერის და იყოს გაჯერებული მაღალი დოზით ნიტრატებით, მაგრამ არის გარკვეული ჯიშის სახეობები, რომელიც ახლა პირდაპირ ესეთ ვერ ვეტყვით, რომ ვიზუალიზაციით რომ აი და მაინც ამუქი ფერის თუ არის და მაინც დიდი რაოდენობის არის, ესეც ვერ ვიტყვით, რომ თქვა. გადავიდეთ უფრო მძიმე შემთხვევებზე, არა, შედარებით ნაკლები არის ეს პომიდორი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აი ამ გულანის ამოჭრას ურჩევენ, ასე ვთქვათ, მომხმარებელს და გაჭრის დროს თუ ვთქვათ შიგნით აი ეს თეთრი ნაწილაკები თქვენ კიდე გვხვდებათ, ის აუცილებლად უნდა იყოს მოკვეთილი, ესე კარგად ამოჭრილი, ნუ დაგვენანება და აი ამ შემთხვევაში უკვე საეჭვო პროდუქციის შესაძლებელია რომ შევამციროთ ეს რაოდენობა და აი ესეთი მდგომარეობის კონტექსტი. ფაქტიურად იგივეა, ხო, ანუ ყუნწი რითიც არის მიმაგრებული, ის კარგად ამოვაცალოთ. ისედაც სავარაუდოდ ესე ვაკეთებთ, თუმცა მაინც გავითვალისწინოთ, ვისაც ესეთი ჩვევები არ აქვს. ქალბატონო ეკა, მსმენია რომ როდესაც პროდუქტი უფრო ლამაზად გამოიყურება, ის მეტად საშიში და სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს მითია თუ რეალო, გაპრიალებული, სურნელიც თუ მძაფრია. ამ შემთხვევაში აი თუ განსაკუთრებულად, ნუ რა თქმა უნდა, სურსაც, ნუ პროდუქტს უნდა ქონდეს თავისი დამახასიათებელი სუნი. თუ სუნის საერთოდ არ აქვს, ეს უკვე საეჭვო რამ არის, ანუ რატო არ უნდა ქონდეს სუნი. მე შერჩევის დროს თავად რომ ყიდულობ ხოლმე ასეთ პროდუქტებს ბოსტნეულს, პირველ რიგში რაც ვაკეთებს, უნდა თუ ფორთოხალს არ აქვს, ფორთოხლის დამახასიათებელი სუნი, მე მას არ ვყიდულობ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თქვა შეიძლება რომელიც გამოირჩევა კაფეო არომატი. ის გემრიელიც ვერ იქნება და ამიტომ ვცდილობ ხოლმე ჩემი წესები ესეთია. შემდგომ რომ გადავიდეთ კომბოსტო, ყველაზე საშიში პროდუქტების სიაში შედის, რა თქმა უნდა, მწვანილი. მწვანილის შემთხვევაში აუცილებლად იქნება, ნუ რა თქმა უნდა, გამდინარე წყალში ჩავალბოთ, გვირჩევენ მარილიან წყალში ჩალბობასაც და გარკვეულწილად ისიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვაშოროთ ნიტრატები და აგრეთვე გვირჩევენ, რომ ესეც შეიძლება და აგრეთვე გვირჩევენ, რომ ის ღეროები, რომელიც თქვათ მას აქვს აი ამ ესეც მწვანილს, ის იყოს მაქსიმალურად მოჭრილი. აი ესე მაინც ღერო აქაც მაქსიმალურად მოჭრილი და მაინც ჩაგეკითხებით, ანუ მარილზე და სოდაზე რაც ხსმენია, მითია თუ მარილზე უფრო მეტად არის სწორი, მარილიან წყალში ჩალბობაზე, კი, იმიტომ რომ გარკვეული გასარეცხი და მოსაწესრიგებელი და გასასუფთავებელი. მინახავს რა იმ მარწყვი მაგალითად ცოტა სოდას და მარსაც ასხამენ კიდევაც და გეტყვით მაგასთან დაკავშირებით ძალიან სწორი შენიშვნა იყო, რომ ასე ვთქვათ, აი ეს ძმარი და დამჟავების პროცესები მეორე მთავარი რაც არის, აი ჩალბობის და გარეცხვის შემდეგ, არის ის, რომ დამჟავებულ პროდუქტებში ეს ქიმიური რეაქციების შედეგად ნიტრატები არის ნაკლები რაოდენობით. ანუ იქ ფერმენტაცია რომ მიმდინარეობს, ეს ნიტრატები წყალში, ასე ვთქვათ, გამოიყოფა და ესეთი რეკომენდაცია რომ თუ კომბოსტოს დავამჟავებთ, მე-7 დღეზე მეცნიერულად ეს არის ცნობილი, ის ნიტრატები გარდაიქმნება ნიტრიტებად და მე ის გამოიყოფა თვითონ ამ დამჟავებულ წყალში და მხოლოდ შემდეგ ის იმ პერიოდში მჟავდება, პრინციპში მაშინვე დამჟავების შედეგად არავინ არ ასე ვთქვათ, დამწნილების დროს არავინ მას არ მიირთმევს კომბოსტოს და უკვე მე-7 დღის შემდეგ უკვე აბსოლუტურად უსაფრთხოდ შეიძლება მიირთვათ, თუნდაც ქონდეს ნიტრატები მას, იმიტომ რომ ქიმიური რეაქციების შედეგად ესენი გაუნებელყოფილი იქნება იმ მჟავასთან, ხო, იმიტომ რომ ფერმენტაცია, იმიტომ რომ მჟავური რეაქციებია იქ ფერმენტირებული, ამიტომ ითვლება რომ ეს არის სასარგებლო. ნუ აგრეთვე აი მაგალითად რომ გადავიდეთ კიდე საშიშ ზონაში მყოფ პროდუქტებზე, მწვანილზე ხო ვთქვით, არის ჭარხალიც, ესეც სახიფათოა, მასაც იგივე რეკომენდაციაა, რომ რითაც მიმაგრებულია, ითვლება რომ თუ ზედმეტად დაგრეხილია ეს მასშიც უკვე შეიძლება შევამჩნიოთ ჭარბი რაოდენობა, თუმცა პირდაპირ კავშირში რაღაცნაირად ესე ვერ მოვიყვანთ, რომ მაინდა-მაინც ახლა ამას დაგრეხილი აქვს და ანუ და გაზომვის საშუალება არ აქვს და ამიტომ ჭარხალი ნაკლებად არის გაჯერებული ნიტრატებით, ხო? იმიტომ რომ დახვეული არ არის. დახვეული არ არის. ეგრე გამოდის ესე რომ ვიღემძღვანო. ხო. ნუ რა თქმა უნდა იყოს მოჭრილი ეს ზედაპირები, კარგად გათლილი, არ დაგენანოთ გათლა არც კარტოფილის. კარგად უნდა გაითვალოს. აი ის დიასახლისები, რომელიც დედა როგორც გვასწავლიდა, რომ ახლოს უნდა იყოს გათლილი და ანუ სერიოზულად კარგად უნდა მოვაცილოთ. ეკონომიას ნუ გავაკეთებთ კანში. კანში, მაინც და მაინც. ხო, რაღაც გამარტივდა და სათრელს ვიყენებთ ხოლმე ასეთ რა. ის ხოთშორის ის კარგად იყო, ლებს კარგად
კარგად იყოლებს ამ იმას. კანის სქელი ფენა უნდა ავაცალოთ და რაც მთავარია, თუ მწვანე ნაწილებია, უნდა შევეცალოთ, რომ ისიც მოცილებული იყოს, რომ აქ შემთხვევა უკვე არ გვაქვს ნიტრატებთან და ნიტრიტებთან, არამედ სხვა ქიმიურ კანცეროგენთან გვაქვს საქმე, რომელიც ამ ზედაპირში არის. ახლა აი ამ ტემპერატურის ცვლილების შედეგად გამოიყოფა და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შეიძლება იყოს კარტოფილი, მაგრამ მასაც თავისი შენახვის პირობები აქვს და არ შეიძლება რომ სითბოში გქონდეს და აი ესეთი გაღვივებული, ასე ვთქვათ, როდესაც არის კარტოფილი, ისიც სახიფათოა, იმიტომ რომ ამაშიც კანცეროგენი არის გავრცელებული. ამ ნაწილის მოშორება საკმარისია, თუ ეს კარტოფილი უკვე მთლიანად გადასაგდებია? მას რა თქმა უნდა არავინ არ გადააგდებს და არავინ არ უაგდებთ სახლში, მაგრამ ღრმად რომ ამოვაცილოთ და ამის ნარჩენი არ იყოს, აი ამის, აი კონკრეტულად ეს ითვლება კანცეროგენად და მის მიერ წარმოშობილი აქ უკვე ქიმიური ნაერთები, რომელიც სახიფათო არის და რა თქმა უნდა მოვასწროთ და კი, აუცილებლად თან ცოტა დროა. კომბოსტო, ესეც სახიფათო ზონაში შედის და ამაშიც. ეხლა ამას ჩვენ ფოთლებს გარედან არ ვაცლით და ხარშვითაც შესაძლებელია რომ ხანგრძლივი ტემპერატურული დამუშავებით ნაწილობრივ მოვაცილოთ სახიფათო, თერმულად მუშავდება, ნუ ნაწილობრივ სრულად ვერ. ბოლო კი სახიფათო პროდუქტებში შედის და ამიტომ ეს აუცილებლად მოვაჭრათ ეს იგივე პრინციპი და დაზიანებული ნაწილებიც აუცილებლად კარგად მოვაცილოთ და რაც შეეხება აქ კომბოსტო არ გვქონდა ჩვეულებრივი კომბოსტო ისიც ზედაფურცლების მოცილება არის რეკომენდირებული რომ მასში შესაბამისად გროვდება ჭარბი რაოდენობის შიდა ფენები ანუ პირველი ორი ფურცელი სასურველია რომ იყოს მოცილებული და ეს იქნება რაღაცა ჰიგიენურადაც რაღაცა ის არის ხოლმე ხო რადგანაც ხო გვინდა გარედან როა რა თქმა უნდა ესეც ერთ-ერთი ესეთი წესი არის რომელიც აუცილებლად უნდა გავუთვალოთ აი რაღაცა გაჯეტები მინახავს ახლა რომ წყალში ათავსებენ იმისთვის რომ უფრო გასუფთავდეს ეს რეალურად მუშაობს კი იმიტომ რომ ითვლება რომ აი როგორც პირველი წესი არის ასე ვთქვათ გასუფთავების ესეთი ჩალბობის გამდინარე წყალში ეს გაჯეტი ზუსტია რომ წყალში ხსნადი ეს მარილებია ფაქტობრივად რა აზოტმჟავას მარილებია და ანუ ის აუცილებლად გამოვა რა TikTok-ზე ძალიან ბევრი ვიდეო მინახავს რომ მაცივარში, წყალში, ხილთან, მაგრამ მაცივართან დაკავშირებით თუ ჭარბი რაოდენობით არის მაგალითად ვაშლში ნიტრატები ეს ხო ყველაზე არასახიფათოა ამ კუთხით მაგრამ გამოშრობის დროს აი მშრალი ხილის დროს მასში პირიქით ჭარბი რაოდენობით ხდება იმიტომ რომ ის წყალი აქედან ხო ანუ შრება და ის ნიტრატები არის რჩება კი მაგ დროს არის უფრო სახიფათო მშრალი ხილი თუ ის გაჯერებულია ასეთი კი ძალიან დიდი მადლობა საინტერესო იყო როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა